მაშინ დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გაჩვენებთ მეგობრებო ერთ საკურორტო ადგილს იტალიაში. რა ქვია? როსინიანოს თეთრი პლაჟი ქვია. უცნაური პლაჟია და წავიდეთ ერთად ნახოთ. ჩვენც არ გვინახავს ჯერ. იქედან გამომდინარე რომ ფიჭვნარია მეგობრებო, რაღაც აი ურეკის და გრიგოლეთის ვაიბებია რა. გარი შესასვლელი. იტალია ხო ზოგადად გავს საქართველოს კლიმატით და ბუნებით და ასე შემდეგ და. ამიტომ ეგონება რომ რაღაც დეტალებს თუ არ ჩავთვლით გრიგოლეთში ან ურეკში ხარო რა. ახლა ზღვა როგორ იქნება. ეს რა მაგარი რაღაცა აქვს გაკეთებული. მანქანას რო დატოვებთ აქ ჩვენთან რო ხდება ადუღებული ყველაფერი აქ ზე არ უწევს ისე. ზრუნავენ ერთმანეთზე რა. ეს ჯერ ის არ არის მეგობრებო, რაზეც ესაუბრებოდით. ეს ცოტა სხვა ადგილასაა ეს პლაჟი. არა? აქაც გაჩვენებთ მოკლედ რა ხდება. ესეთი ამბავია ფრენბურთის სათამაშო. ქვიშა, აქ ხალხი შეზლონგებზე. აქაც 5 ლარი ღირსნება თელ დღე. ესეთი ამბავია აქ. ხა შევალ ცოტა წავიხემსებ და მე გადავალთ მაგ პლაჟზე. მართლა კინაღამ დავავიწყდა. ჩემი დაბადების დღე მიულოცო ხალხს. მრავალს დაეცალით და მრავალ 15 ნის შეხვედროდეთ ჯამთელად და ბედნიერად რა. გაუმარჯოს. მოვიდა ლანჩი. რა ქვია ამ საჭმელს? Panino con salchicha. Хорошо. Адბალიანი სისტემით უწერ 10 ქულას რა წაგიმლელია. კუჭი თუ არა გუშალა. ესე მოვედით მეგობრებო თეთრ პლაჟზე. ესე ქვია ამ პლაჟს თავისი უცნაური სითეთრის გამო. რა ლამაზი ადგილია სხვათა შორის. წყალი დიდი არ არის როგორც ხედავს. ერთი გავტესტავ, აბა სანამდე არის სიღრმე. ამდენი უნდა შევიდე რომ ის რამდე მომწდეს. ახლა შოხები აქ. გამიგორდა ტელეფონი. ძალიან ლამაზი ადგილია მართლაო. აქ ვინც მოხვალთ ჩამოხვალთ ეს პლაჟი არ გამოტოვოთ. დაპოშტი მოხდებით აქ. თუმცა ძალიან რბილია აქ. ეს დააქვს ნაყინი და ლუდი და ცივი სასმელები ზოგადად. Tony, icon, you gotta go bitch. So yeah,
This is Anna Centris Maligno,